ბოლო 2 წლის განმავლობაში გეუბნებოდნენ, რომ შენი ხელფასი შენი კომპანიის ბალანსზე ყველაზე დიდი ვალდებულებაა. გეუბნებოდნენ, რომ ხელოვნური ინტელექტი შენს სამუშაოს წაგართმევს. ციფრული მუშაკი უსასრულო დიაფია ადამიანთან შედარებით. მაგრამ Microsoft-ის და Uber-ის საკონფერენციო ოთახებში რაღაც შეიცვალა. კულისებში Microsoft იწვევს საკუთარი შიდა AI ინსტრუმენტების გამოყენებას, ხოლო Uber-მა სულ 4 თვეში მთლიანად დახარჯა 2026 წლის AI ბიუჯეტი. AI-ით დიდი ჩანაცვლება კედელს შეეჯახა. ისტორიაში პირველად ახლა თქვენ ხართ ბიუჯეტური ვარიანტი. 2025 წლის ბოლოს Microsoft-მა თავის ინჟინრებს მისცა წვდომა Claude Code-ზე, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ AI კოდირების ინსტრუმენტზე ბაზარზე. ათასობით developers, managers-სა და designers სწხოვეს მეტი სამუშაო გადაეცათ Claude-თვის. შედეგად AI კოდირება გუნდის მუშაობის მთავარ ნაწილად იქცა. შედეგები მაშინვე გამოჩნდა. ინსტრუმენტის გამოყენება კომპანიაში უფრო სწრაფად გავცელდა, ვიდრე უმეტესობა ელოდა. შემდეგ 2026 წლის მაისში კომპანიამ დაიწყო ამ ლიცენზიების გაწევა. The Verge-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Microsoft-მა გააუქმა Claude Code-ზე პირდაპირ წვდომის უმეტესი ნაწილი და ინჟინრები საკუთარ უფრო IAP ინსტრუმენტზე GitHub Copilot CLI-ზე გადაამისა 2026 წლის 30 ივნისისთვის. ყველაზე მეტად შემცირებები შეეხო Windows-ისა და Microsoft 365-ის გუნდს. ოფიციალურად ეს იყო უბრალოდ საორგანიზაციო საკითხი. ინსტრუმენტი უბრალოდ ძალიან პოპულარული გახდა. რაც უფრო მეტად ეკრნობოდნენ ინჟინრები ამ ინსტრუმენტს, მით უფრო იზრდებოდა ხარჯი და რაც უფრო იზრდებოდა ხარჯი, მით უფრო სწრაფად ზღუდავდა Microsoft საკუთარ თანამშრომლებს წვდომას. ინსტრუმენტი უბრალოდ ძალიან კარგი და ზედმეტად ძვირი იყო. შებრუნება სწორედ ფინანსური წლის ბოლოს დასრულდა, როცა კომპანიები ხარჯების შემცირებას იწყებენ. ინჟინრების წვდომის შეწყვეტამ არაფერი შეცვალა Microsoft-ის იმავე ტექნოლოგიაზე გაკეთებულ ფსონზე. 2025 წლის ნოემბერში Microsoft-მა დათანხმდა $5 მილიარდი ინვესტირებას Anthropic-ში, Claude-ის შემქმნელ კომპანიაში. სამაგიეროდ, Anthropic-მა დათანხმდა $30 მილიარდი დახარჯვას Microsoft-ის Azure ღრუბელზე მუშაობაში. შეთანხმება არასდროს შეცვლილა. ეს არ იყო კომპანია, რომელმაც ხელოვნური ინტელექტში რწმენა დაკარგა. მას კვლავ სჯეროდა პროდუქტის. მას კვლავ სურდა სარგებლის მიღება. მას უბრალოდ არ სურდა ეს ხარჯი თავად ეტარებინა და Microsoft-ი მარტო არ იყო. იგივე რამ ხდებოდა Uber-შიც. 2026 წლის აპრილში Uber-ის ტექნოლოგიების მთავარმა ოფიცერმა Pravin Napoli-Nagam აღიარა, რომ კომპანიამ უკვე მთლიანად დახარჯა 2026 წლის ბიუჯეტი ხელოვნური ინტელექტის კოდირების ინსტრუმენტებზე. მთელი წლის თანხა 4 თვეში გააქრა. დანერგვამ დაახლოებით 5000 ინჟინერს მიაღწია 2025 წლის ბოლოსთვის და გამოყენების მაჩვენებელი სწრაფად გაიზარდა. 2026 წლის თებერვალში ინჟინრების დაახლოებით 32% იყენებდა Claude Codes. 2026 წლის მარტისთვის ეს მაჩვენებელი 84% შეადგენდა. Uber-მა წაახალისა ეს, მათ შორის შექმნა სარეიტინგო ცხილები, რომლებიც გუნდებს AI-ის გამოყენების მიხედვით აწყობდა. გამოყენება კონკურსად გადაიქცა და შემდეგ ფული ამოიწურა. საშუალო ინჟინერი თვეში $150-დან $250 ხარჯავდა, ხოლო ყველაზე აქტიური მომხმარებლები ხარჯავდნენ $500-დან $2000 თითოეული. Nagam თვითონ 2 საათიან დემოში $1200 ტოკენები დახარჯა, როცა ლიდერბორდები ყველა გუნდს წინსვლისკენ უბიძგებდა, თვიური გადასახადიც მათთან ერთად იზრდებოდა. არავინ შეჩერებულა, რომ ეკითხა, სად იყო ზვარი. Uber-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ AI აგენტები ახლა კომპანიის კოდის დაახლოებით 10%-ს წერენ. ისინი რეალურ სამუშაოს ასრულებენ, მაგრამ რეალური დანაზოგი არ არსებობს. ეს გავს ოჯახს, რომელიც 25 წლიანი იპოთეკის ფონდს ერთ შაბათ-კვირაში საკვებზე ხარჯავს. ასეთია Uber-ის 4 თვიანი კრახის ფორმა. Uber-ის ოპერაციული დირექტორი Andrew McDonald-ი ამ მაჩვენებლებს თავზარდანცემა აღწერს. მიუხედავად იმისა, რამდენი ტოკენი დახარჯეს მისმა ინჟინრებმა, ვერაფერს ასახელებს, რასაც მომხმარებელი იგრძნობდა. გვიყვებიან, რომ ხელოვნური ინტელექტი ფულს ზოგავს ძვირი ადამიანური შრომის ჩანაცვლებით, მაგრამ რეალობა სრულიად სხვაგვარია. მაღალპროდუქტიული ხელოვნური ინტელექტის აგენტი თითო დასრულებულ ამოცანაზე შეიძლება გაცილებით დიდ ფარულ ხარჯებს ქმნიდეს, ვიდრე ის უმცროსი დეველოპერი, რომელსაც ის ანაცვლებს. ესენი არიან ყველაზე მდიდარი და განვითარებული კომპანიები მსოფლიოში, მაგრამ მათაც კი არ შეუძლიათ საკუთარი ხელოვნური ინტელექტის მუდმივად ჩართვა. მთელი ინდუსტრია თვითონვე დააჯერეს, რომ ეს იქნებოდა მომავალი. სინამდვილეში კი ეხლა მათ უწევთ ამ ყველაფრის საფასურის გადახდა. 2025-დან 2026 წლამდე ტექნოლოგიური სამყაროს ყველაზე ცნობილმა სახელებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სპორტად აქციეს. Amazon-ში თანამშრომლებს მაქსიმალური ტოკენების გამოყენებას აიზულებდნენ, რაც ნიშნავს, რომ რაც შეიძლება მეტი ტოკენი დაეხარჯათ. და ეს პრობლემაა. მეტი ტოკენი ნიშნავს თვის ბოლოს უფრო დიდ გადასახადს. Amazon-ის გზავნილი არ იყო გამოიყენე ხელოვნური ინტელექტი გრი ინტელექტი გონივრულად, არამედ გამოიყენე მყენე მეტი. მეტაში ერთ-ერთმა თანამშრომელმა შექმნა მომხმარებელთა დაფა სახელად Cloudianomica, სადაც თანამშრომლებს ხელოვნურ ინტელექტზე დახარჯული თანხის მიხედვით აინაცვლებსლებდნენ. მეტად გამოყენება პატივის ნიშანი გახდა. ინჟინერი, რომელიც ყველაზე მეტ მოთხოვნას აგზავნიდა, არ გამოიყურებოდა როგორც ფულის პლანგველი, ის მომავლის ადამიანად გამოიყურებოდა. მეთამ მოგვიანებით დაინახა საფრთხე და დაფაზე არსებული პრობლემა. ეს საერთო რესურსების ტრაგედიად იქცა. ყველა საკუთარ სარგებელზე ფიქრობდა და რესურსებს პლანდავდა. ცალკეული ინჟინერისთვის ერთი დამატებითი მოთხოვნა არაფერს ნიშნავდა, რადგან თითქმის არაფერს წარმოადგენდა. 1 ცენტის მცირე ნაწილი იყო. ამიტომ არავინ აყოვნებდა, არავინ კითხულობდა, ნავინ კითხულობდა, ნამდვილად იყო თუ არა საჭირო ეს მოთხოვნა. და ყველა პოუელ ჯერზე მანქანისკენ იწვდებოდა.
ამით ისინი ლიდერბორდის ქულებს იღებდნენ. არავინ გაჩერებულა და არ დაუკვირვებია მთლიან სურათს, მთლიან ჯამს და ეს ჯამი სასტიკი იყო. ერთი უვნებელი მოთხოვნა, ათასობით მუშაკი, მილიონობით დავალება ყოველდღე. ეს ყველაფერი გადაიზარდა რიცხვში, რომელსაც ვერავინ დაიცავდა, მაგრამ ჩატბოტები მხოლოდ გახურება იყო. მუშაკისთვის ჩატის ფანჯრის ზედმეტად გამოყენება ძვირადღირებული ჩვევაა, მაგრამ არა კომპანიის გადარჩენისთვის საფრთხე. ნამდვილი საფრთხე მაშინ გაჩნდა, როცა იმავე მუშაკებმა შეწყვიტეს AI-თან ჩათაობა და უბრალოდ მისცეს მას თავისუფლება. ეს ყველაფერს შეცვლიდა. ჩვეულებრივი ჩატის მოთხოვნა 1. მოწესრიგებული გაცვლაა. შენს ვამკითხვას მოდელი პასუხობს, მრიცხველი ერთხელ ითვლის. აგენტი კი სულ სხვა რამეა. ის კითხვაზე პასუხს არ იძლევა. ის მიზანს მისდევს. მისცე კოდირების დავალება და ის დამოუკიდებლად მუშაობს. კითხულობს კოდს, ადგენს გეგმას, წერს ცვლილებებს, ატარებს ტესტებს და თავიდან ცდილობს, როცა რამე გაფუჭდება. ციკლი გრძელდება, მანამ სანამ თავად არ გადაწყვეტს, რომ საქმე დასრულებულია. ყოველი ნაბიჯი ფულს ღირს, ამიტომ ერთი აგენტის დავალება გაცილებით მეტ გამოთვლით რესურსს მოითხოვს, ვიდრე უბრალოდ ჩატი. სტანდარტული დავალება 5-დან 20 ჯერ მეტ ტოკენს მოიხმარს. ყველაზე ცუდ შემთხვევებში, როგორც ამბობენ, ეს მაჩვენებელი 1000 ჯერაც კი აჯარბებს. და ყველაზე ძვირადღირებული ნაწილი არა შესრულებული სამუშაოა, არამედ ის, რაც ვერ შესრულდა. Sui Benchi Industrially Testia, რომელიც რეალური პროგრამული შეცდომებისგანაა შედგენილი, იმ კოდიდან, რომელიც ადამიან ინჟინრებს ოდესღაც ხელით მოუწიათ გაესწორებინათ. საუკეთესო აგენტები ამჟამად ტესტების 50%-ზე ნაკლებს აგვერებენ. აგენტი პოულობს შეცდომას, სთავაზობს გამოსწორებას, ამიტომ ის თავიდან ფიქრობს, ცდილობს ახალ გზას და ისევ ვერ ახერხებს. რთული შეცდომა შეიძლება ნიშნავდეს 5-დან 10 სრულ მცდელობას. თითოეული დაახლოებით იმდენივე ჯდება, რამდენიც პირველი, სანამ აგენტი უბრალოდ არ დანებდება, ან ადამიანს არ დაუძახებენ მის გამოსასწორებლად. წარმოიდგინეთ სანტექნიკოსი, რომელიც ყოველ ჯერზე როცა ქანჩს დაუვარდებს, სრულ საფასურს გთხოვთ თითოეულ მისვლაზე მანქანასთან თახას გაწერთ და მაინც მილი გაჟონილი რჩება. ამას დროის დამზოგავს ვერ დაარქმევდით. ამას თაღლითობას დაარქმევდით. და დიდი კომპანიის მასშტაბით ეს წარუმატებელი აგენტის ამოცანა სწორედ ამას ნიშნავს. სრულად იხდით ქანჩის დავარდნისთვის გარანტიის გარეშე, რომ გაჟონოს შეაკეთებენ. თუნდაც ერთი ტოკენის ფასი მუდმივად იქლებდეს და ასე იქნება კიდეც. პრობლემები არ იცვლება, რადგან საქმე არასდროს იყო მხოლოდ ერთ ტოკენში. ჩიპები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს ამუშავებს, დიდ რაოდენობას ელექტროენერგიას ხარჯავს და ეს ხარჯი არავის შეუძლია უბრალოდ უგულებელყოს. თუ ერთი ჩატის მოთხოვნა მაგიდის ნატურის ანთებას გავს, ხელოვნური ინტელექტის აგენტი მთელი სტადიონის განათებას გავს მხოლოდ ერთი ადამიანისთვის. Brian Catanzaro არის NVIDIA-ს გამოყენებითი ღრმა სწავლის ვიცე-პრეზიდენტი, იმ კომპანიის, რომლის ჩიპებიც ხელოვნური ინტელექტის ბუმს უზრუნველყოფს. NVIDIA-ს ყველა მიზეზი აქვს დაარწმუნოს ყველა, რომ ფული პრობლემა არ არის. და მაინც, Axios-თან ინტერვიუში Catanzaro თქვა, რომ მისი გუნდისთვის გამოთვლითი რესურსების ღირებულება ბევრად აღემატება თანამშრომლების ხარჯებს. ჩიპები და ენერგია, რომელიც საჭიროა ხელოვნური ინტელექტის რევოლუციის გასაშვებად, ეხლა უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მასზე მომუშავე ადამიანები. მანქანა აღარ არის იაფი ნაწილი, ეხლა ადამიანები არიან. ინდუსტრია ამას კარგად იცის, ამიტომაც Microsoft-ი დაკავებულია საკუთარი ჩიპების დიზაინით. მისი უახლესი ჩიპი Maya 200 სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ამ მოდელების მუშაობის ხარჯი შეამციროს. Microsoft-ის 2026 წლის აპრილის შემოსავლის ზარზე აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელამ თქვა, რომ Maya 230%-ზე მეტი უკეთეს ტოკენებს აწარმოებს თითო დოლარზე, ვიდრე Microsoft-ის ძველი ჩიპები. ის უკვე მუშაობს მონაცემთა ცენტრებში, არიზონასა და აიოვაში. ეს ნამდვილად პროგრესია, მაგრამ ერთი პრობლემა მაინც არსებობს. ყველა დანაზოგი, რომელსაც აპარატურა ქმნის, მთლიანად იხარჯება იმ AI აგენტების სამუშაოებზე, რომლებიც ზედ დამატებულია. თქვენ ამცირებთ თითოეული ტოკენის ფასს და აგენტები უბრალოდ მეტს ითხოვენ. დანაზოგი იქრება მანამდე, სანამ ის საბოლოო მოგებამდე მიაღწევს. საკლუბმა კომპანიამ Gartner-მა იწინასწარმეტყველა, რომ 2030 წლისთვის წამყვანი მოდელის მუშაობა დაახლოებით 80%-ით იაფი დაჯდება, ვიდრე 2025-ში. ეს არის გონებრივი რესურსის ფასის უზარმაზარი ვარდნა. და მაინც Gartner-ი ამბობს, რომ კომპანიებისთვის ხელოვნური ინტელექტი რეალურად არ გაიაფდება. მიზეზი იგივე ძალაა, რაც Microsoft-სა და Uber-ს აწვება. აგენტები თითოეულ ამოცანაზე იმდენად მეტ ტოკენს ხარჯავენ, რომ მოხმარების ზრდა ფასის ვარდნას აჭარბებს. ხელოვნური ინტელექტის კომპანიებს მაინც თითქმის არ აქვთ მიზეზი, რომ ფასდაკლება მთლიანად მომხმარებლებს გადასცენ. ერთმა Gartner-ის ანალიტიკოსმა ეს ასე დაახასიათა. ხელმძღვანელები IAP ავტომატიზაციაზე აკეთებენ სტავკას. მისი თქმით, IAP-ი ყოველდღიური ტოკენები არ ნიშნავს IAP წვდომას ყველაზე ძლიერ ხელოვნურ ინტელექტზე. IAP-ი ნაწილი და ძლიერი ნაწილი სხვადასხვა პროდუქტია. ძლიერი ნაწილი ძვირი რჩება. ამ დროს ადამიანების ხელფასები თითქმის არ შეცვლილა. მაღალი დონის ხელოვნური ინტელექტის მუშაობის ღირებულება არ შემცირებულა, ამიტომ ციფრული მუშაკის მუშაობის ფასი აღემატება იმ ადამიანის ხელფასს, რომლის ჩანაცვლებაც მას უნდა შეეძლოს. ამ ეტაპზე ყველაფერი იწყებს დაშლას. Goldman Sachs-მა გააკეთა ანალიზი და დაადგინა, რომ აგენტური ხელოვნური ინტელექტი 2030 წლისთვის გლობალურ ტოკენების გამოყენებას 24 ჯერ გაზრდის. ეს მაჩვენებელი ყოველთვიურად დაახლოებით 120 კვადრილიონ ტოკენამდე გაიზრდება. დიდი ტექნოლოგიური კომპანიები ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იბრძვიან და უზარმაზარ თანხებს დებენ მონაცემთა ცენტრებში და ჩიპებში ხელოვნური ინტელექტის აგენტების მომავლისთვის. მაგრამ სწორედ ის მოთხოვნა, რომლის დასაკმაყოფილებლადაც ეს კომპანიები ასობით მილიარდს ხარჯავენ,
ანადგურებს მათ მოგების მარჟებს. ისინი აშენებენ უზარმაზარი ხარჯებით მანქანებს, რომლებიც თითოეულ დავალებაზე ფულს კარგავენ. ეს ყველაფერი ახალი არ არის, უბრალოდ ეხლა სრულ მასშტაბს მიაღწია. დაბრუნდით 2023 წელს, როცა Microsoft-ი GitHub Copilot-ს თვეში $10 ღირდა. Wall Street Journal-მა დაადგინა, რომ Microsoft-ი ყოველ თვეში თითოეულ მომხმარებელზე $20-ზე მეტს კარგავდა, ხოლო ყველაზე აქტიური მომხმარებლები კომპანიას თვეში $80-მდე უჯდებოდა. $10 ივებდნენ, 80-ს ხარჯავდნენ. ეს იგივე იყო, რაც ბიზნესში $20-იან კუპიურების $10 გაყიდვა და იმაზე დაპირება, რომ მოცულობით ამოიღებდნენ დანაკარგს. აკარგს. რაც უფრო მეტს ყიდი, მით უფრო მეტს კარგავ. ეს Copilot-ის საწყისი დანაკარგები გაფრთხილება იყო, რომელიც არავის გაუთვალისწინებია. ერთი აგენტი ერთ დავალებაში იმდენ რესურსს ხარჯავს, რამდენსაც ჩათის მომხმარებელი ერთ თვეში. Goldman Sachs-ის ანგარიში ამას ზედმეტ ხარჯად და მცირე სარგებლად აღწერდნენ. ამ ანგარიშის ავტორი ჯიმ კოველო ყველაზე ხმამაღალი სკეპტიკია ამ საკითხში. ის აღნიშნავს, რომ დიდი ტექნოლოგიური კომპანიები დაახლოებით $1 ტრილიონ დახარჯავენ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში. მაგრამ რა ძვირადღირებულ პრობლემას აგვერებს ეს ყველაფერი? წლები გავიდა და ჯერ კიდევ არ არსებობს საბოლოო პასუხი. ხარჯები უზარმაზარია. მოგება უნიშნელოა და რთულად გასაზომი. ბაზარი ვერ ამცირებს სხვაობას ხელოვნური ინტელექტის ღირებულებასა და მის ფასს შორის. პირიქით, ეს სხვაობა კიდევ უფრო იზრდება და პროცესს სიჩქარე ემატება. მთელი ინდუსტრია ტრილიონებს ხარჯავს იმისთვის, რომ შექმნას მომავალი, სადაც მისი მთავარი პროდუქტები გარანტირებულად ზარალს მოუტას. და ამ წარმატებლებათა თითოეული მიზეზი ერთ ძირითად მიზეზამდე მიდის, რომელსაც ფული ვერ გამოასწორებს. როდესაც ხელოვნური ინტელექტის სისტემები უფრო შესაძლებლობიანი ხდება, მათი ხარჯები პირდაპირ ხაზით არ იზრდება, ისინი ზემოთ იხრება. შეთისგან ნამდვილი აგენტის შექმნა ნიშნავს, რომ უნდა დაემატოს მსჯელობისა და ხელახლაცდის ფენები, რომლებიც ერთმანეთზე გროვდება. ადამიანები სხვანაირად იქცევიან. მუშაკი, რომელიც უფრო კვალიფიციური ხდება, ჩვეულებრივ უფრო სწრაფი და ეფექტური ხდება და დაახლოებით იგივე ხარჯზე. ეს ორი ერთი და იმავე ტრაექტორიით და იმავე ტრაექტორიით არ კონკურირებს. ისინი სხვადასხვა მრუდს მიყვებიან. უმცროსი მუშაკი ორჯერ ზრდის პროდუქტიულობას და მისი ანაზღაურება თითქმის არ იცვლება. აგენტი ორჯერ ზრდის პროდუქტიულობას და მისი ტოკენების ხარჯი შეიძლება რამდენჯერ გაიზარდოს. 2026 წლის ფასებით სრულად თვითმართველი აგენტი მუშაკების შემცვლელი არ არის. ეს ფუფუნება. კომპანიას მისი შეძენა შეუძლია მხოლოდ მცირე მაღალი ღირებულების სფეროებში, სადაც ეს რიცხვები გამართლებულია. მაგრამ ისინი ვერ გამოიყენებენ მას მთელ სამუშაო ძალაზე, მიუხედავად აჟიოტაჟისა. თვითმართველი მუშაკის ოცნება ვერასდროს გადაურჩებოდა საკუთარ ხარჯებს. ეს არასდროს იმუშავებდა. ადამიანებს არც სიკეთის გამო ინდობენ და არც იმიტომ იცავენ, რომ კომპანიებს უწევ გული მოულბათ. ისინი დაცულნი არიან რაღაც უფრო ცივი და სანდორამით, მარტივი არითმეტიკით. რაც უფრო ჭკვიანი ხდება სისტემა, მით უფრო ძვირი ჯდება. დიდი ჩანაცვლება პირდაპირ შეეჯახა რეალობას, რომელსაც ამ ათწლეულში ვერც ერთი გონიერი ინჟინერია ვერ გადალახავს. მაშ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი თქვენი სამსახურისთვის? მთელი ხელოვნური ინტელექტის ბუმის განმავლობაში ადამიანის ჩართულობა ჟღერდა როგორც რბილი იდეა, კარგი შეგრძნების უსაფრთხოების მახასიათებელი, უბრალოდ მოსანიშნი ხუთი რეგულატორების დასამშვიდებლად. ახლა ეს აღარ არის. ეს გახდა ერთადერთი გზა, რომ ეს ყველაფერი იმუშაოს. დიდი ტექნოლოგიური კომპანიები გააგრძელებენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას. მიმართავენ მას ამ პატარა დაბალფასიან სამუშაოებზე, სადაც ხარჯი ამართლებს საშუალებას. მაგრამ იაფი ხელოვნური ინტელექტის ოცნება, რომელიც ყველას ჩაანაცვლებს, უკვე დასრულებულია. ის მოგდა იმ გაუქმებულ ლიცენზიებსა და დატულ ბიუჯეტებში, ბევრად ადრე ვიდრე დანარჩენ სამუშაო ძალამდე მიაღწევდა. მის ნაცვლად ახალი პროფესია ხდება ყველაზე ღირებული პოზიცია შენობაში ვერიფიკაციის სპეციალისტი. ვინმე ვინც აკვირდება აგენტს და მაშინ ამჩნევს, როცა ის ძვირად ღირებულ შეცდომის მარყუს შეებმება. ადამიანი, რომელიც ამოწმებს შედეგს და აჩერებს უკონტროლო პროცესს, მანამ სანამ მისი ღირებულება პროექტს გაკოტრებამდე მიიყვანს. ისინი არიან ერთადერთი, ვინც კომპანიასა და ბიუჯეტს შორის დგას, რომელიც ციკლიდან ციკლამდე იფლანგება. ინდუსტრიის ყველაზე ხმაურიანი მხარდამჭერების კი აღწერენ ასეთ მომავალს, ამასაც კი შეუმჩნევლად. Nvidia's აღმასრულებელი დირექტორი Jensen Huang ხშირად ამბობს, რომ ერთ დღეს 100 ხელოვნური ინტელექტის აგენტი იმუშავებს თითოეულ თანამშრომელთან ერთად, მათ ნაცვლად კი არა. აგენტები მრავლდებიან, რა თქმა უნდა, მაგრამ ისინი მრავლდებიან ერთი თანამშრომლის გარშემო, რომელიც ცენტრშია. ქმნიან თუ არა მანქანები ღირებულებას, თუ უბრალოდ ხარჯს ზრდიან. თუ ამ თანამშრომელს მოაცილებ, პასუხი არავის აქვს, სანამ ეს ანგარიში არ მოვა. და ეჭვი ხელოვნურ ინტელექტში ვრცელდება. ენების შესწავლის აპლიკაცია Duolingo ძლიერ დაერყდნო ისტორიას, რომ ხელოვნური ინტელექტი ყველას ჩაანაცვლებს, მაგრამ შემდეგ უკან დაიხია. გენერალური დირექტორმა აღიარა, რომ ტექნოლოგია ვერ ჩაანაცვლებს ადამიანების მსგავსად მუშაობას. კომპანიამ ზოგარ გააუქმა წესი, რომლის მიხედვითაც სამუშაოს შეფასება დამოკიდებული იყო იმაზე, რამდენად იყენებდნენ თანამშრომლები ხელოვნურ ინტელექტს. მას შემდეგ, რაც თანამშრომლებმა მიუთითეს, რომ ეს წესი შედეგების ნაცვლად უბრალოდ დატვირთულობას აჯილდოებდა. ამიტომ სამუშაოს მომავალი ჰიბრიდულია და ეს ისედაც გარდაუვალი იყო. მთელი ამ ბუმის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ ხელოვნური ინტელექტი იყო მუშახელი, ხოლო ადამიანები უბრალოდ შესამცირებელი ხარჯი. ეს შეიცვალა. ადამიანები ყველაზე იაფი აზროვნების ძრავები არიან დედამიწაზე. მოქნილი გონება, რომელიც მუშაობს სენდვიჩით და ღამის ძილით და არასდროს თხოვს კომპანიას 1000-ჯერ მეტ თანხას მხოლოდ იმისთვის, რომ შეჩერდეს და იფიქროს. დიდი ჩანაცვლება შიშმა არ დაამარცხა. ის დაამარცხა ცხრილმა.
და ამ რიცხვებში იმალება მოულოდნელი გამარჯვება ჩვეულებრივი მუშაკებისთვის. ეს მხოლოდ Microsoft არ ეხება, რომელიც ხედავს რა ხდება. მთელი ინდუსტრია ნერვიულობს იმაზე, რაც შემდეგ მოხდება. უყურეთ 115 მილიარდი დოლარის დაწვისთვის ტემპს. AI-ის ბუშტი უბრალოდ გასკდა. გაიგეთ, როგორ მთავრდება AI რევოლუცია ბრძოლის გარეშე, ან უყურეთ ამ ვიდეოს.